გუშინდელი დღე უკვე წარსულია. ხვალინდელი დღე კი ჯერ არ დამდგარა. ამიტომ იცხოვრე დღევანდელი დღით. პითაგორა. ეს ჩემი სიტყვები სულაც არაა. იგი ძალიან ცნობილ ფილოსოფოს და გარდა ამისა მათემატიკოს პითაგორას ეკუთვნის. და მიუხედავად ჩემი მისდამი ძალიან ღრმა პატივისცემისა, დღეს სწორედ ისტორიაზე, ანუ წარსულზე უნდა ვისაუბრო. ოღონდ არა ერთ კონკრეტულ მოვლენაზე, არამედ ისტორიაზე, როგორც მოვლენაზე. იცოდით, რომ ვან გოგი, დედოფალი ვიქტორია, ლენინი, მარკ ტვენი, ფრიდრიხ ნიცშე და ნიკოლა ტესლა დედამიწაზე ერთდროულად ცხოვრობდნენ? ან რა სიტყვით თუ გეტყვით, რომ სანამ ბევრისთვის საყვარელი ფორდის მანქანა იქნებოდა, სალვადორ დალი ნახატებს ქმნიდა. სტალინი კი საბჭოთა კავშირის ბელადობას უმიზნებდა. წესით და რიგით ეს ყველაფერი ისედაც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ჩვენი ტვინი ისე ამოწყობილი, რომ ისტორიულ მოვლენებს დროის ერთ სწორ ხაზზე ხშირ შემთხვევაში ვერ ვალაგებთ ხოლმე. გარკვეულწილად ეს შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ ხშირ შემთხვევაში დროის მენეჯმენტს ჩვენ არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას და სწორედ ამის გამო ვერ ვალაგებთ კარგად პრიორიტეტებს. მაგრამ არ იდარდოთ, არსებობს გამოსავალი და ეს გამოსავალი არის გაკვეთილო, რომელსაც საკმაოდ საინტერესო კურსი აქვს დროის მენეჯმენტთან დაკავშირებით. ეს არის კურსი, რომლის დახმარებითაც თქვენ მარტივად შეძლებთ დროის დამენეჯმენტებას და რაც ყველაზე მთავარია, ეს გახლავთ მეგობრებო, ის ფაქტი, რომ ამ დროის დამენეჯმენტების სწავლის შემდეგ თქვენ ბევრად უფრო პროდუქტიულები გახდებით და დღის განმავლობაში ყველა იმ გეგმას შეასრულებთ, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. მოკლედ, გაკვეთილოს ლინკი აღწერაში იქნება, მე კი მიუბრუნდები ისტორიას. ის, რასაც ახლა თქვენს ეკრანებზე ხედავთ, არის ცნობილი ადამიანების დაბადების, მოღვაწეობისა და გარდაცვალების წლების რუკა. დროის შკალაზე აღნიშნულია მათი ცხოვრების წლები. აი დააკვირდით, ცისფრად ასახულები არიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები: ობამა, დედოფალი ელიზაბედი, ვინსტონ ჩერჩილი, კენედი, სტალინი, ჰიტლერი, ლინკოლნი და ასე შემდეგ. აი მწვანედ კი ცნობილი მეცნიერები, მაგალითად ალბერტ აინშტაინი, მარია კიური და ისააკ ნიუტონი. გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლები კი ყვითლად: ტომ კრუზი, ჩარლი ჩაპლინი, ბრუს ლი, უოლტ დისნეი და სხვები. მოკლედ, დიდხანს რომ არ გამეჭიმოს აი ამ ეგრეთ წოდებული რუკის ჩვენება, გეტყვით იმას, რომ მისი გადმოწერა სრულიად უფასოდ შეგიძლიათ ვიდეოს აღწერაში მითითებული ლინკის დახმარებით. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. უახლოეს მომავალში, ალბათ მომდევნო ვიდეოში ვეცდები თუ მოვასწარი, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოვასწრებ, აი რაში დამჭირდება დროის მენეჯმენტი, გავაკეთებ დაახლოებით იგივე ტიპის რუკას გამოჩენილ ქართველ პოეტებზე, მხატვრებზე, ისტორიულ პირებზე, პოლიტიკოსებზე და ნუ მოკლედ. დაელოდეთ მომდევნო ვიდეოებში, აუცილებლად ჩავშვავ ლინკს, სადაც ცნობილ გამოჩენილ ქართველებსაც იხილავთ აი ასე დიაგრამაზე. ამ გრაფიკულ რუკაზე თქვენ ძალიან კარგად და მარტივად შეგიძლიათ დაინახოთ ის, თუ როდის დაიბადნენ, რა პერიოდში მოღვაწეობდნენ და გარდა ამისა, როდის გარდაიცვალნენ ესა თუ ის ცნობილი მოღვაწეები. მაგრამ გარდა ამ ყველაფრისა, კიდევ რისი დანახვა შეგვიძლია ამ რუკის დახმარებით. ალბათ შეამჩნევდით, რომ რუკის ზედა და ქვედა მხარე ერთმანეთისგან განსხვავდება. ზევით უფრო დიდი რაოდენობის ადამიანია მოქცეული. ამის მიზეზი ძალიან მარტივია. იზრდება შობადობა და გარდა ამისა, იმატებს დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა. ნუ ხო, ამ ყველაფრის გარდა ჩნდება ისეთი სოციალური ქსელები, როგორიც არის YouTube, Facebook, Instagram, TikTok და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი დედამიწის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, თუნდაც მათ შორის მეც, მადლობს იმის საშუალებას, რომ მეტ-ნაკლებად ცნობილი გავხდეთ. ხო, იმისთვის რომ ბევრად უფრო ცნობილი გავხდე, უბრალოდ უნდა გამოიწეროთ არხი. მაგრამ ამ ყველაფრის გარდა კიდევ ბევრ რაღაცაზე მეტყველებს ეს რუკა. მეორე რამ, რაც შეგიძლიათ ამ გრაფიკის დახმარებით ნახოთ, არის ის, რომ ხანდახან ცხოვრება უსამართლოა. ერთ წელს დაბადებული ადამიანებიდან ზოგიერთმა შეძლო და დიდხანს იცოცხლა. დიდხანს იმოღვაწევა და სამყაროში მნიშვნელოვანი კვალის დატოვება მოახერხა. ზოგიერთი მათგანი კი ნაადრევად გარდაიცვალა. აი მაგალითისთვის დედოფალი ელისაბედიც და მერლინ მონროც ერთ წელს დაიბადნენ. თუმცა მერლინ მონრო დედოფალისგან განსხვავებით ვერ მოესწრო ინტერნეტის ეპოქას. ისე წარმოიდგინეთ მერლინ მონრო, რომ ინტერნეტის ეპოქაში დაბადებულიყო. ეპოქაში, სადაც არსებობს TikTok, Instagram, YouTube და კიდევ ბევრი სხვა უამრავი სოციალური ქსელი, რომელსაც პირადად მე დიდად არ ვიყენებ. ნეტა იქნებოდა თუ არა ის იმდენად პოპულარული, რამდენად პოპულარულიც თავის დროზე იყო. კაი, მოკლედ, არ გადავუხო თემატიკას და გავაგზავნოთ საუბარი რუკაზე და იმაზე, თუ რაზე მეტყველებს იგი. იმიტომ რომ რუკის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ის, თუ რას გვიყვება ესა თუ ის კონკრეტული ადამიანი თავის ეპოქაზე. მანამ სანამ კოპერნიკი ამტკიცებდა იმას, რომ დედამიწა მზის ირგვლივ ტრიალებს, მიქელანჯელო სიქსტეს კაპელის მოხატვით იყო დაკავებული. ლეონარდო და ვინჩი,
დონატელოც და რაფაელიც სწორედ ამ ეპოქაში ცხოვრობდნენ. ამავე პერიოდში მარტინ ლუთერმა პროტესტანტიზმი ჩამოაყალიბა, მაკიაველიმ კი ხელმწიფე დაწერა. დედამიწის მეორე მხარეს კი კორტესი აზტეკებს ეომებოდა. მაგელანი კი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის გარშემო იმოგზაურა. როგორც ხვდებით, მე-15 და მე-16 საუკუნეში ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გახლდათ ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურაც რა თქმა უნდა და გარდა ამისა, დიდი ისტორიული აღმოჩენები. ადამიანები ცდილობდნენ რომ ემოგზაურათ და მოკლედ გამოეკვლიათ დედამიწა. მათ ირგვლივ არსებული სამყარო შეესწავლათ, შეემეცნათ და რუკაზე დაეტანათ. მაგრამ გადის რაღაც პერიოდი და აღმოჩენების ეპოქა სრულდება. მიზეზი ძალიან მარტივია. აღმოსაჩენი უკვე აღარაფერია. ყოველ შემთხვევაში დედამიწაზე. გრაფიკი გვიჩვენებს რომ ტოკუგავა იეიასუ, დედოფალი ელიზაბედი, ჩარლზ მე-7 და მოკლედ სხვა დანარჩენი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პერიოდში გავლენის მოპოვებას ცდილობენ, სწორედ ერთი ეპოქის შვილები არიან. ეპოქის, რომელიც მე-16 საუკუნეში იწყება და შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად სრულდება მე-17 საუკუნეში, იმ საუკუნეში, როდესაც ინდუსტრიალიზაცია ჩნდება. ეს ის ეპოქაა, როდესაც ევროპამ, ისევე როგორც სხვა კონტინენტებმა, შეიძლება ითქვას ამოისუნთქა. ჩნდებიან ისეთი დიდებული მუსიკოსები, როგორიც არიან ბახი, ვივალდი, ჰენდელი, ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი და სხვები. ნიუტონი, ლევენჰუკი, კარლ ლინი, ედმონდ ჰალი და სხვები კი უკვე გამოკვლეული დედამიწის სიღრმისეულ ანალიზზე მუშაობენ. შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ საუკუნეს თავისთვის დამახასიათებელი ეპოქა მოყვება, ან აღმოჩენების, ან ომების, ან პოლიტიკოსების, ან ცნობილი ადამიანების. მოკლედ, ამ გრაფიკის დახმარებით ძალიან ბევრი რაღაცის, უпростоრად ძალიან ბევრი ვიღაცის შესწავლა შეგიძლიათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ გრაფიკის გრაფიკული გამოსახულების რავი რაც გინდათ ის დაარქვით, გადმოწერა შეგიძლიათ ვიდეოს აღწერაში არსებული ლინკის დახმარებით და ჩათვალეთ რომ ისტორიის რაღაც გარკვეულწილად შპარგალკას გაძლევთ ეგრეთ წოდებულს, უბრალოდ გაავლებთ ხაზს იმ პერიოდს, რომელიც გაინტერესებთ და ნახავთ იმას, თუ ვინ იყვნენ ის გამოჩენილი ადამიანები, რომლებაც ფაქტობრივად ეპოქა განსაზღვრეს. ოკეი, მე მგონი პიროვნებებთან დაკავშირებით ყველაფერს მეტად თუ ნაკლებად მივხვდით. მე მგონი უფრო მეტად ვიდრე ნაკლებად, მაგრამ მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოდი ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის დრო, რა არის ზოგადად ისტორია და რა არის ისტორიისთვის ერთი საუკუნე. სკოლაში ისტორია არის წარმოდგენილი რაღაც ვერტიკალურ ხაზად, რომელშიც მოვლენები არის დაალაგებული ასე. ჯერ რაღაც მოხდა, მერე კიდე რაღაც მოხდა, კიდე რაღაც მოხდა, კიდე რაღაც მოხდა და კიდე რაღაც მოხდა. მაგრამ ამის გამო ჩვენ ვერ ვახერხებთ ხოლმე იმას, რომ გავაცნობიეროთ, რომ რაღაც მოვლენები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. მაგალითისთვის, ქართლი მე-4 საუკუნეში გაქრისტიანდა. თბილისი მე-5 საუკუნეში დაარსდა. მე-6 საუკუნეში ჩვენ ირანისა და ბიზანტიის დაპირისპირების არეალი ვიყავით. მე-8 საუკუნეში არაბთა სახალიფოს გავლენის ქვეშ მოვექეცით. მე-11 საუკუნიდან მე-13 საუკუნემდე კი ოქროს ხანა გქონდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველო გუბერნიის სტატუსს იღებს და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედის. მე-20 საუკუნეში კი საბჭოთა ოკუპაციამდე ქვეყანა დამოუკიდებელი ხდება. ბოლოს კი 9 აპრილს რუსული მარწუხებიდან გამოდის. მოკლედ, მე მგონი დაახლოებით მაინც მივხვდით, რას გულისხმობ. ანუ ჩვენ ისტორიაში ვსწავლობთ ამა თუ იმ კონკრეტულ სახელმწიფოს თავიდან ბოლომდე, ანუ დასაბამიდან ბოლომდე და ამ სწავლების აი ამ მეთოდის გამო ხშირ შემთხვევაში ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ პარალელურ რეჟიმში რაღაცეები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხდებოდა. არიდარდოთ, ამისთვისაც არის გამოსავალი და ეს გამოსავალი ბევრად უფრო საინტერესო, ბევრად უფრო ჩახლართული და ბევრად უფრო მეტი ინფორმაციის მომცემი არის, ვიდრე ცნობილი ადამიანების რუკა. ეს არის გრაფიკი, რომლის დახმარებითაც თქვენ გაიგებთ იმას, რომ მაშინ, როდესაც პირამიდები შენდებოდა, მამონტები ჯერ კიდევ არსებობდნენ. მოკლედ, მოდით გავეცნოთ მომდევნო გრაფიკს. ის, რასაც ახლა თქვენს ეკრანებზე ხედავთ, ეგრეთ წოდებული ჰისტორუკაა. რუკა, რომელიც შეიქმნა 1931 წელს და რომელზეც დატანილია მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, იმპერიების განვითარების პერიოდები და მათი გავლენა. დიდი ალბათობით, მაშინ, როდესაც ეს რუკა დაინახეთ, მოგინდათ რომ ვიდეო გაგეთიშათ. არიდარდოთ, ახლა აგიხსნით იმას, თუ როგორ უნდა წაიკითხოთ ეს რუკა. იმიტომ რომ თავიდან მეც გამიჭირდა, მაგრამ მე ყველაფერი ძალიან ისე განათდა. მოკლედ, ამ რუკაზე დატანილი ფერები წარმოადგენენ ამა თუ იმ კონკრეტულ
ქალაქ სახელმწიფოს ან იმპერიას. ის თუ რამდენად ფართეა რუკაზე ამა თუ იმ კონკრეტული სახელმწიფოს სფერი აღნიშნავს იმას თუ რამდენად გავლენიანი იყო ესა თუ ის სახელმწიფო ან ესა თუ ის იმპერია. და მოდით ერთად განვიხილოთ რამდენიმე კონკრეტული მაგალითი. ძველი წელთაღრიცხვით 2000 წელს ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდ ძალას ეგვიპტე წარმოადგენს. მისი კონკურენტები იყვნენ კრეტა, ხეთები და ბაბილონი. ამავე პერიოდში თავისთვის ვითარდებოდა პლანეტის აზიური ნაწილი: ინდოეთი, ირანი, მონღოლეთი და ჩინეთი. ძალთა ბალანსი 600 წელი გაგრძელდა, თუმცა ამ პერიოდის მიწურულს გამოჩნდნენ ბერძნები, ფინიკიელები, ებრაელები და სირიელები, რომლებმაც ბაბილონის კულტურა აითვისეს. ჩაანაცვლეს ძველი იარაღები ახალი, რკინის იარაღებით და ასე გაგრძელდა 500 წელი, სანამ ბერძნებმა ძალების მოკრება არ დაიწყეს და არ გამოჩნდა ალექსანდრე მაკედონელი. მაგრამ მაკედონელის გარდაცვალების და მისი იმპერიის შესუსტების შემდეგ, მაშინ როცა ეგვიპტე უკვე შესუსტებულია, რომაელები სარგებლობენ სიტუაციით და აფართოვებენ თავიანთ გავლენას. ისინი აარსებენ იმპერიას, რომელიც იმაზე უფრო ძლიერი და გავლენიანია, ვიდრე ყველა მანამდე არსებული ცივილიზაცია ერთად აღებული. თავად რომი პირველი ქალაქი იყო მილიონი მაცხოვრებლით. აქ დაიბადა იესო ქრისტე და სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ქრისტიანობას. 300 წლის შემდეგ რომაული იმპერია დაემხო. ევროპაში გამოჩნდნენ ბარბაროსები. მონღოლებმა კი ნახევარი კონტინენტი დაიპყრეს. მაგრამ არც ისე დიდი ხნის შემდეგ იბადება წინასწარმეტყველი მუჰამედი. არაბული ქვეყნები კი რელიგიის ხარჯზე ძალას იკრებენ და თავიანთ გავლენას ზრდიან. შუა საუკუნეების პერიოდში კი რომელიმე ცალკე აღებული ევროპული ცივილიზაციის, იმპერიისა თუ სახელმწიფოს გამოყოფა ფაქტობრივად შეუძლებელია. აი მონღოლებმა კი ისევ მოახერხეს და ჩინგიზ ყაენის დახმარებით შეძლეს და ისევ გაზარდეს თავიანთი გავლენა. გადის დრო და აზიური სახელმწიფოების სიძლიერეს ევროპული ცივილიზაცია ანაცვლებს. საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ინგლისი და სხვა ევროპული ქვეყნები გეოგრაფიული აღმოჩენებისა თუ განათლების ხარჯზე ახერხებენ გაძლიერებას. დააკვირდით, რამდენად განვითარებული იყო ბრიტანეთი. მის კოლონიებში უამრავი თანამედროვე სახელმწიფო შედიოდა, მაგრამ მე-19 საუკუნის დასაწყისში ახალი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები ჩნდება ასპარეზზე და იგი ახერხებს თამაშის წესების ცვლილებას. როგორც უკვე გითხარით, გრაფიკი, რომელსაც თქვენს ეკრანებზე ხედავდით, 1931 წელს შეიქმნა და იგი სწორედ 1931 წელს დასრულდა. ანუ იმის იქით, ბუნებრივია, აღარაფერი შესულა, მაგრამ რა ხდებოდა 1931 წლიდან დღემდე? საუბარი მაქვს მნიშვნელოვან მოვლენებზე. იმ პერიოდს, რომელზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრე, მოყვა მეორე მსოფლიო ომი, ცივი ომი, კოლონიების დაშლა, ბირთვული იარაღი, პანდემიები, 11 სექტემბერი და უამრავი სხვა რამ. მოკლედ, აი ასე გამოიყურებოდა 4000 წელი. წარმოიდგინეთ, ერთ ფოტოს სურათზე დატანილი 4000 წლიანი ისტორია. რა თქმა უნდა, მხოლოდ ძირითადი და მნიშვნელოვანი მოვლენები, მაგრამ მაინც. წარმოიდგინეთ, რა ცოტაა ერთი საუკუნე ისტორიისთვის და რამდენად ბევრია ადამიანისთვის. ერთი საუკუნე მართლა ძალიან დიდი დროა, ბევრი დროა. და ამ დროს გამოყენება სჭირდება, შესაბამისად სჭირდება მენეჯმენტი და შეგახსენებთ იმას, რომ გაკვეთილოს ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გაიცნოთ დროის მენეჯმენტის კურსს, დაესწროთ ამ კურსს და შეიმეცნოთ გაკვეთილოსთან ერთად. მე კი მიუბრუნდები დღევანდელი ვიდეოს თემას. უკანასკნელ 500 წელიწადში უამრავი საინტერესო რამ მოხდა. ჩვენ გამოვიგონეთ მიკროსკოპი. დავინახეთ ის, რომ ჩვენს ორგანიზმში ცხოვრობენ ბაქტერიები. დავიწყეთ გემთ მშენებლობა. ოკეანის მიღმა მოვახერხეთ შეტყობინების გადაცემა. მოდით ისე უბრალოდ ვახსენებ რომის იმპერიას. რომის იმპერია თქვენთვის დიდი ალბათობით რაღაცა ძალიან ძველთან ასოცირდება, ხომ? არადა რეალურად ხეოფსის პირამიდის აშენება რომის იმპერიისთვის ბევრად უფრო შორს არის, ვიდრე რომის იმპერიისთვის დღევანდელი დღე, 2025 წლის 18 ივნისი. ხო, ვიდეო იწერება 18 ივნისს. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც მანამდე უკვე ვახსენე, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. რაღაცეები ისტორიაში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. და შესაბამისად, მაშინ, როდესაც შენდებოდა პირამიდები, მამონტები ჯერ კიდევ არსებობდნენ. ანუ მამონტები ჯერ კიდევ არსებობდნენ. არადა ხშირ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ისტორიაზე ვფიქრობ, მე კიდე ისტორიაზე ყოველდღე ვფიქრობ, დილას აღამოს. კაი, მოკლედ ახლა რო არ მოვიტყუო, მაშინ, როდესაც ისტორიას სწავლობდი, ჩემთვის მამონტების პერიოდი ასოცირდებოდა დაახლოებით რასთან, იცით?
ნახევრად ჩიშველი, მამონტის ტყავში შემოსილი ადამიანები დაძდევენ ამ მამონტს, საწყალს, არ ვიცი რა დააშავა, შუბებით, მშვილდებით და მსგავსი რაღაცეებით და არ არსებობს არც ენა, არც დამწერლობა, არც კულტურა. არადა რეალურად მაშინ, როდესაც შუმერებმა ლურსმნული დამწერლობა შექმნეს, ამ დროს დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში არსებობდნენ რელიქტური მამონტები. ანუ დღემდე კი არა, აი ამ მომენტამდე ვარ შოკში არ, მაგრამ რაღაც ძალიან ძველთან მილიონი წლის წინანდელ პერიოდთან უფრო ასოცირდება ჩემთვის მამონტები, ვიდრე 4, 5 ან 7000 წლის წინანდელ პერიოდთან, მაგრამ რეალურად ეგრეა. ხო, ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ ვიდეო იმაზე, თუ რამდენად ცოტა ერთი საუკუნე, რამდენად ვერ აღვიქვავთ იმას თუ რა არის დრო და რა არის ერთი საუკუნე ადამიანისთვის. მამონტებზე იმდენი ვისაუბრე. ვიდეო მე მგონი მათ მიუძღვენი. კაი, მოკლედ, იმისთვის რომ ვისაუბროთ იმაზე თუ რა ხდებოდა მამონტებამდე, უნდა შევისწავლოთ ქვები. ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა ეგრეა. იმისთვის რომ მამონტებამდე არსებული პერიოდი შევისწავლოთ, უნდა შევისწავლოთ ქვები. როცა ბოლო გამყინვარების პერიოდი დასრულდა, შემგროვებლები და მონადირეები თურქეთის ტერიტორიაზე მივიდნენ. აქ მათ ააშენეს გიობექლი თეფე, რომელიც ზღვის დონიდან 760 მეტრზე მდებარეობს. საუბარია ძველი წელთაღრიცხვით მე-10 ათასწლეულზე. გიობექლი თეფეს მასიურ ქვის ლოდებზე კი უკვე ამოტვიფრულია ჩიტები, ლეოპარდები, ძროხები და სხვა ცხოველები. იმისთვის რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად რთული იყო იმ პერიოდის ადამიანისთვის მსგავსი სტრუქტურა ნაგებობის შექმნა, უბრალოდ შემიძლია რომ ეს პროცესი შევადარო დღეს რომ აი რომელიღაცა თქვენგანმა მოინდომოს კოსმოსში გაფრენა. ანუ ხო რაღაც ძალიან დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. ისე პრინციპში მოდი კოსმოსში გაფრენის თემას რომ თავი დავონებოთ, წარმოიდგინეთ დაახლოებით 10 ტონიან ქვაზე როგორ ტვიფრავთ ჩაქუჩით და სოლით, მე მგონი სოლი ქვია იმას იარაღს, სამუშაო იარაღზე მაქვს საუბარი, რა ვიცი, მამონტს. მამონტებს ისევ დაუბრუნდი. ანუ წარმოიდგინეთ, რამდენად რთული კონსტრუქცია ნაგებობა იქმნებოდა რა პერიოდში, ანუ 12000 წლის წინ. შეგახსენებთ, რომ ეს არის პერიოდი, რა პერიოდისთვისაც დამახასიათებელი, არც დამწერლობა არსებობს. არც, ყოველ შემთხვევაში აღმოჩენილზე მაქვს, რა თქმა უნდა, საუბარი. არც დამწერლობა, არც ენა, არც რომელიმე ცივილიზაცია, უბრალოდ შეიკრიბა ადამიანთა რაღაც გარკვეული ჯგუფი, რაღაც ინტერეს ჯგუფი, რომლებმაც მოინდომეს აღმართეს რამდენიმე ათეული ტონა სიმძიმის მქონე ქვის სვეტები და ამ სვეტებზე გამოტვიფრეს ცხოველები, რაღაც ხელოვნების ნიმუშები და მსგავსი რაღაცეები. ანუ ადამიანთა გარკვეულ ნაწილს მოუნდა რომ თავისი შემოქმედება, თავისი სოფლმხედველობა, ან თუნდაც ელემენტარულად ის რაც მის ირგვლივ ხდებოდა, ქვაზე აესახა. და ამ დროს მამონტები არსებობენ, ანუ ვერ მოვეშვი მამონტებს, მაგრამ ამ დროს მამონტები არსებობენ. გიობექლი თეფე 12000 წლის წინ აშენდა. ამ პერიოდს კი ჰოლოცენის ეპოქა ეწოდება და იგი როგორც უკვე მიხვდით, უკანასკნელი 12000 წელი გრძელდება. პირველი დიდი ქალაქი იერიქონი თუ კი გიობექლი თეფეს თანამედროვე შემოქმედებითი ისტორიის ათვლის წერტილად აღვიქვამთ 1000 წელს აშენდა. 3000 წელს პირველი თიხის ჭურჭლის დამზადება დავიწყეთ. 4000 წელს დავეუფლეთ რკინის ინსტრუმენტებს. 5000 წელს გამოვიგონეთ ბორბალი. 8000 წელს მივიღეთ რაღაც რაც პირველ დამწერლობას წააგავს. 10000 წელს დაიწყო რომაული გლობალიზაცია და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ახალი წელთაღრიცხვა. მოკლედ ეს ყველაფერი, რაზეც დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ, გიობექლი თეფედან რომაულ გლობალიზაციამდე, მამონტებიდან მიკროსკოპამდე არის იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც სვავდნენ კითხვებს. იმ ადამიანების ისტორია, რომლებსაც აინტერესებდათ სამყარო მათ ირგვლივ, რომლებსაც სურდათ რომ შემოქმედებითი თვალსაზრისით გადმოეცათ მათ მიერ დანახული სამყარო და დედამიწა. და ეს არის იმ ადამიანების ისტორია, რომლებმაც მოახერხეს და შეძლეს და იპოვეს მათთვის ყველაზე საინტერესო კითხვებზე პასუხი. დღეს კი მაშინ, როცა 2025 წელია, თითოეულ ჩვენგანს, თქვენს მეც, ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს უფროსთაობასაც კი მომავალ თაობას ხო თავისთავად
ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე რომის იმპერიაში მცხოვრებ ადამიანს. ან იმ ადამიანს, ვინც სასანიანთა იმპერიაში ცხოვრობდა, ან იმ ადამიანს, ვინც მამონტებზე ნადირობდა. მოკლედ, დღევანდელ ვიდეოში მამონტებს ვერ შევეშვი. და წესით და რიგით ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ იმაზე ბევრად უფრო მეტი შევძლოთ, ვიდრე თუნდაც მე-20 საუკუნის შუა პერიოდში მცხოვრებმა ადამიანმა შეძლო. ვაკეთებ თუ არა ამას, ეს უკვე სულ სხვა საკითხია და ვზრუნავ თუ არა იმაზე, რომ ისტორიაში შესაბამისი კვალი დავტოვოთ, ეგეც სულ სხვა საკითხია. მოკლედ, ამ საკითხზე ფიქრთან ერთად დაგტოვებთ, აქვე შეგახსენებთ იმას, რომ თუ კი გსურთ, რომ თქვენი დრო ბევრად უფრო კარგად დაახარისხოთ და დაანაწილოთ, შეგიძლიათ გაეცნოთ გაკვეთილოს კურსს, რომლის ლინკიც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვიდეოს აღწერაშია. მე კი დაგტოვებთ თქვენს ფიქრებთან და თქვენს აზრებთან. დროებით.